მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო ვიდეოთი და არ მჯერა ახლა ამ სიტყვებს რო გეუბნებით, მაგრამ ჩვენი შემდეგი ქვეყანა იქნება არც მეტი არც ნაკლები ავღანეთი. ასე რომ წინ გველოდება ძალიან საინტერესო მოგზაურობა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა, რაც კი გინახავთ ალბათ ამ არხზე. ასე რომ არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს დალაიქება და აუცილებლად არ დაგაუწყდეთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში ავღანეთის შესახებ. ეს ვიდეო სპეციალურად მიძღვნილი არის ჩემი 50,000 გამომწერისთვის. თავიდანვე ვამბობდი, რომ 50,000-ზე შემოგთავაზებდით სრულიად განსხვავებულ და ძალიან საინტერესო ვიდეოს. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, ვინც არხი გამოიწერეთ და წარმოიდგინეთ 100,000-ზე როგორ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ასე რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 100,000 გამომწერზე. პირადად ჩემი შინაგანი განცდა რომ გაგიზიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისეთ არც თუ ისეთ ალაგებულ ქვეყანაში ვყოფილ ვარ, პირველად მაქვს ისეთი განცდა, რომ ნერვიულობ და არ ვიცი რა დამხვდება. ძალიან ბევრი წესები გამომიგზავნეს, რასაც უნდა დავემორჩილო, მათ შორის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რისი გადაღება შეიძლება, რისი ლაპარაკი შეიძლება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი წესები არის და რა თქმა უნდა არაფრის დარღვევას არ ვაპირებ, რადგან ავღანეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც შეიძლება შეცდომები გაპატიონ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანა არის და მოკლედ დიდი იმედია მშვიდობით ვიმოგზაურებ, მშვიდობით დავბრუნდები საქართველოში და თქვენ კიდე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ, თქვენ მაძლევთ ამ мотивაციას, რომ ასეთ საინტერესო ქვეყნებში ვიმოგზაურო. აქვე რა თქმა უნდა ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ერთგულ სპონსორს ლაგის, რომელიც ყველა ამ სიგიჟეებით სავსე მოგზაურობაში გვერდში მიდგას, მათთვის უმაღლესი ხარისხის უსწრაფეს ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად ლაგის აპლიკაცია გადმოწერეთ, რომ თქვენ თვითონ დარწმუნდეთ ამ ყველაფერში. დროებით აქ დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან. ესეც ჩვენი პირველი ჩამოსვლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. შემოწმებები მარტივად გავიარე, დიდი პრობლემები არ ყოფილა, უბრალოდ მე რო გამოდიხარ გარეთ, კიდე არის ცალკე ტურისტებისთვის რეგისტრაცია, სადაც გადიხარ რეგისტრაციას, შენ საცხოვრებელს ეუბნები და ასე შემდეგ რა, უბრალოდ პატარ-პატარა კითხვები არის, განსაკუთრებული არაფერი. აქვე მინდა აღვნიშნო, სანამ დამავიწყდება, ძალიან ბევრი ტაჯიკი შემხვდა, ვინც აქ ჩამოდის სამუშაოდ და წარმოიდგინეთ ტაჯიკეთში რა ხდება, რომ ავღანეთში მიდიხარ სამუშაოდ. აი ეს ადამიანი დამეხმარება მომდევნო 4 დღის განმავლობაში უსაფრთხოდ დავათვალიერო ქალაქი ქაბული. You can speak in English. No problem. Hey, how are you? To Georgian people, say hello. Hello, Georgian people. Here is Afghanistan airport, international airport. ესეთი ხალიჩა არის ანკანაში. სასტუმროში მოვედი ახლა და სხვათა შორის არც ისე ცუდად გამოიყურება. ჯერ დავბინავდები, რა თქმა უნდა, ჩანთას დავდებ, ცოტა ხანი დავისვენებ და მერე გავიდეთ დავათვალიეროთ ქაბული. აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო და აი ამაზე ვკითხე რომ მეთქი რა არის, ვიღაც მეზობლის ტუალეტიდან გამოდის მეთქი ეს რა და არა ესო კონდიციონერიო. აი მეთქი. არ ვიცი. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ქაბულის ქუჩებში, ტრადიციულად ჯერ მოგიყვებით ამ ქვეყნის შესახებ პატარა ისტორია, საინტერესო ფაქტებს და მერე უკვე ერთად გადავამოწმოთ ეს ყველაფერი რამდენად მართალია. ეს ავღანეთია. ხალხი ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი 1979 წელს შეიცვალა, როცა საბჭოთა კავშირმა მისი ოკუპაცია მოახდინა. მათი მიზანი კომუნისტური რეჟიმის შენარჩუნება იყო, მაგრამ ხალხის უმრავლესობას ეს არ სურდა. დაიწყო ხანგრძლივი პარტიზანული ბრძოლა, რომელსაც მუჯაჰედები ხელმძღვანელობდნენ. მათ მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, რადგან ეს ცივი ომის ნაწილი იყო. 1989 წელს საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ, მაგრამ
ქვეყანა განადგურებული და სამოქალაქო ომის პირისპირ დარჩა. ამ ქაოსში 1994 წელს გამოჩნდა რადიკალური ისლამური ჯგუფი თალიბანი. 1996 წელს მათ ქაბული აიღეს და ავღანეთში მკაცრი შარიათის კანონები დააწესეს. ამ პერიოდში ავღანეთი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას თავშესაფრად იქცა. ხოლო 2001 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამერიკული ჯარები ავღანეთში შევიდნენ. ამერიკისა და ნატოს ძალებმა თალიბანი დაამარცხეს, თუმცა თალიბები პარტიზანულ ბრძოლას 20 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ. 2021 წელს ამერიკის ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ და თალიბანი ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა. დღეს ისინი ქვეყანას ისევ მკაცრი ისლამური კანონებით მართავენ, თითქმის ისე, როგორც 90-იან წლებში, რასაც ცოტა ხანში გაგიზიარებთ. ეს არის ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია. მთის წვერზე ამოვედით ქალაქ ქაბულში, მოკლედ და აქედან იშლება კარგი ხედი ქალაქზე და გადავხედოთ როგორ გამოიყურება ზემოდან. თელს ქალაქში არის ბლოკპოსტები მოწყობილი, სადაც სამხედროები დგანან და აკონტროლებენ ყველაფერს და გადაღება სასტიკად აკრძალულია, რა თქმა უნდა. ხელებში გიყურებენ, რომ ერთი კადრიც არ გადაიღო, მოკლედ უსაფრთხოების გამო სასტიკად აკრძალულია. ეს არის მეგობრებო თალიბანის გიგანტური დროშა, რომელიც ქალაქის თავზე ფრიალებს. მეორე მხარეს მეჩეთია. ესე ხალხმრავლობა არის, ადგილობრივები არიან, სულ რა თქმა უნდა. მე აქ ტურისტი ჯერ არ დამინახავს. We are from Afghanistan. We are from Kandahar. We live in Kandahar. This is good place. This is good place for picnic. So we came. Okay. Okay. Yes. Thank you. Where are you from? From Georgia. Georgia. Yeah. You know Georgia? Yeah. Where is it? Where is the Georgia? Yeah. Georgia is Location. near Black Sea, Russia, Turkey, Azerbaijan. Yes, our neighbors. Yeah. Where? Near to Bulgaria. Bulgaria. No. This is another side. How do you feel here? Good or not? This is my first day. So yeah. First day. Quella jabon why? You speak Russian? No, Georgian language. Georgian. Yeah. It's same like Russian. No. Georgian people don't like Russia. Sure. Yeah. Listen. How can we help? Nothing. Thank you. I'm just walking around. If you need any help, you can. Thank you. Thanks. Thank you. ესეთი მეგობრული ხალხია, მეგობრებო. ქალაქი ნახეთ რა ხდება. როგორ ერკვევიან აქ, სად უნდა წავიდნენ, სად უნდა წამოვიდნენ. განსაკუთრებით ლამაზი ხედი არის მაუთულხვართებიდან. არ ვიცი რატო არის, ვინმე რო არ გადახტეს აქედან თუ რა უნდა ქნას. ჯერ რა თქმა უნდა ადრეა დასკვნების გამოტანა, მაგრამ აი რაღაც დაძაბული გარემო არა. ცოტა ისეთი არასასიამოვნო გარემო არის. აი აქეთ არის აეროპორტი, სადაც ჩამოვფრინდი. მაგრამ სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები უფრო მეტი ეყენა მაგ აეროპორტში ვიდრე სამგზავროები, აი რა ვიცი, სამხედრო ბაზასავით იყო რო ჩამოვედი. პიკნიკები კი უყვართ, მაგრამ ძირითადად კაცები ზიან პიკნიკებზე. ქალებს არ აქვთ ესე გარეთ გამოსვლის უფლება. ხოლო თავის ქმართან ან ნათესავ კაცთან ერთად უნდა იყოს რა. ერა ავღანელი მებრძოლებიც. Salam alaikum. Salam alaikum. He's a winner in Afghanistan. He wants to take it to interview too. Khabib. Khabib. He said that. Send my video to Khabib. Okay, maybe he, you know Merab Dwalishvili.
MMA fighter, Oh, UFC yeah, fighter, yeah, champion. yeah. Yeah, Georgian. Mera. Yeah, Georgian. Yeah, Bugün yeah, Georgia. Yeah. Memom Yes, asıl. yes, Georgia as a Yeah. Gurjistan. Bugün bugün Habib Afghanistan bugün خوب مسابقه کرده بگو الان دندستان مسابقهش است. He had the best fight in the past, and now he will have a fight in اینجا با India تمرین آمده. very soon. تمرین آمده. You're right. Now he is MMA? practicing Oh, here. MMA. Yeah. Champion. You want to be UFC. champion. Yeah. Yeah, he want to be a champion. Liatudinet Habib's ხმა ხაბიბი უნდა. აჰა. Habib Afghanistan. I love you Habib. აუ ხაბიბის მაგარი ფანია. یاری پاکستانی ازی بگو بگی پاکستانی بود زدش. He was Pakistanian. بله You بچه. went him. بله. You defeat him. მოკლედ დავიმახსოვროთ მაინც ეგ ადამიანი და თუ მიაღწია რამეს გვეცოდინება მაინც. ყველა შეიარაღებულია მეგობრებო, ესეთი რამე არსად არ მინახავს. مرزم لاره بنده ده چیرته راځي აი ესეთ რესტორანში მოვედით ახლა ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად. აბა დავაგემოვნოთ, ესე გამოიყურება საქონლის ხორცით არის სხვათა შორის. როგორც წესი ყველგან ყველაფერი ქათმის არის ხოლმე, მაგრამ აქ საქონლის არის. Afghan people most of the time they eat by hand. And yeah, Yeah, like this. this is Afghan bread, yes? აქ როგორც წესი ყველა ხელით ჭამს. მე რა თქმა უნდა ეხლა აქ ხელით ვერ შევჭამ. სხვათა შორის უზბეკურ ფლავს გავს, ქიშმიშიც აქვს. აი პირველად რო გავს ინჯემაგას. აბა დაწერეთ ახლა კომენტარებში რამდენი დააგემოვნებთ. აი მე ხა ძალიან მშია. ასე რომ გადაკეტილი მაქვს, რაც არ უნდა იყოს, ახლა ალბათ ყველაფერს შევჭამდი, ამიტომ არაფერზე არ ვფიქრობ, სად გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ვინ გააკეთა, არ მაინტერესებს. დღეს არსად გასვლას აღარ ვაპირებთ, აქედან პირდაპირ სასტუმროში წავალთ, დავისვენებ და ხვალ იქნება ძალიან საინტერესო დღე, იმიტომ რომ ქალაქს დავათვალიერებთ, ქუჩებს დავათვალიერებთ, ხალხთან მაქსიმალურად ვეცდები, რომ კომუნიკაცია შევიდე და მოკლედ წინ ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება, ასე რომ რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა უყუროთ ამ ვიდეოს. ეს რაღაც ადგილობრივი იოგურტია. რა არის მართლა არ ვიცი, მიხსნი და მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და გავსინჯოთ ა. This is very good meat. Yeah, very good. How about the rice? Yeah, everything very good. Yeah. I hope so. Yeah. ქვეყანა ცხოვრობს მკაცრი რელიგიური წესებით, სადაც განსაკუთრებით შეზღუდულია ქალებისა და გოგონების უფლებები. გოგონებს არ აქვთ უფლება იარონ სკოლაში ან უნივერსიტეტში. ქალებს ეგზალებათ მუშაობა, მარტო ქუჩაში გასვლა და თვითმფრინავით მგზავრობა. სავალდებულოა ბურქა, სხეულის და სახეც მთლიანად დაფარული უნდა ჰქონდეთ. ფანჯრიდან გახედვაც კი ცუდ ტონად ითვლება. ქუჩაში ქალის ხმა არ უნდა ისმოდეს, არც სიცილი, არც საუბარი. დაიხურა პარკები, სპორტდარბაზები და სილამაზის სალონები. თალიბანის აკრძალვები მხოლოდ ქალებს არ ეხება. მამაკაცებსაც ავალდებულებენ ატარონ ტრადიციული ტანსაცმელი და არ გაიპარსონ წვერი. წვერის გაპარსვა ხშირად დანაშაულად ითვლება. საზოგადოებაში აკრძალულია მუსიკა, ფილმები, ცეკვა და სხვა გართობა. სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. ჟურნალისტები იდევნებიან. მედიას ცენზურა აქვს. და როცა ვიღაც ამ წესებს არ გვევს, თალიბანის დასჯის მეთოდები სასტიკია. საჯარო გაროსგვა, ქვებით ჩაქოლვა, ხელის მოკვეთა ქურდობისთვის, ხანდახან სიკვდილით დასჯასაც კი იყენებენ. ეს არ არის მშვიდობა, ეს არის შიში, ჩუმად ყოფნა და უფლებების გარეშე არსებობა.
ესეც ჩვენი მეორე დღე ქაბულში გამოვედით ასათვალიერებლად ქალაქის და დღევანდელი ჩვენი პირველი ლოკაცია იქნება ქალაქის ცენტრი, ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ადგილობრივი ტრიალებს და სადაც ყველაზე კარგად შეიძლება შეიგრძნო ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები, ასე რომ საინტერესო რაღაცეები გველოდება წინ. ქალაქში არის საშინელი მოძრაობა, ვინსად დადის, ვინსად გადადის, გადმოდის, მოკლედ ქაოსი არის სერიოზული რა. და ასევე საკონტროლო პუნქტები, რაც არის, სადაც თვითონ პოლიცია დგას და აკონტროლებს, მოკლედ ძალიან სიმკაცრე არის და ეხლაც რომ მოვდიოდი გზაში გაგვაჩერეს კიდე კამერას შეამოწმეს და მოკლედ მაგ მხრივ ცოტა სიმკაცრეა რა. ყველგან გადაღება არ შეიძლება, მაინც უსაფრთხოებიდან გამომდინარე. აი იქ მთაზე დააკვირდით სახლებს, სად ცხოვრობს ხალხი და ესე მთლიანად გარშემო მთებზე სულ ესეთი სახლები არის და გზებიც კი არ მიდის რა. წარმოიდგინეთ როგორ ცხოვრობენ. ქალებზე როგორც უკვე გითხარით, გარეთ გამოსვლა იგრძალებათ ქმრის ან ნათესავი კაცის გარეშე და ასევე მთლიანად დაფარულები უნდა იყვნენ. არც სახი არ უნდა უჩანდეთ და არც თმა რა თქმა უნდა. მაგრამ ამ წესებს როგორც ჩანს ყველა არ იცავს და არც ისე სავალდებულო არ არის დედაქალაქში. რადგან ბევრი ქალი დავინახე, ვინც მარტო არის გარეთ გამოსული და სახეც არ აქვს დაფარული, მაგრამ ყველა არა, უმეტესობა მაინც დაფარულია, მაგრამ როგორც წავიკითხე, ამ წესებს და კანონებს უფრო პატარ-პატარა ქალაქებში და სოფლებში იცავენ, სადაც თალიბანი უფრო მეტად აკონტროლებს სიტუაციას. ეს ნაგავსაყრელს უფრო გავს ვიდრე მდინარეს. აი ეს არის ქალაქის გული მოკლედ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ირევა ერთმანეთში. მანდარი ბაზარი ესე ქვია, მოკლედ ესე მითხრა და ქართულად არ ვიცი, ვერც ვამოწმებ, რადგან ინტერნეტი არ მაქვს. ცოტა ქაოსური მოძრაობაა, როგორც ხედავთ. ერთი 4-5 წლის წინ ალბათ აქ შემოსვლას ვერავინ ვერ გაბედაოდა, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ვიღაცას შეიძლება თავი აეფეთქებია, მაგრამ ეხლა უკვე შედარებით უსაფრთხოა რა, რადგან დაიბრუნეს მაინც თავისი ხელისუფლება და ამიტომ ამ მხრივ უსაფრთხოა. برگر کباب چبل کباب آیسکریم شیری احمره بود გიც ვკითხე ეხლა რომ ანუ არ არის მეთქი მართალი რომ ქალებს არ შეუძლიათ გარეთ გასვლა ქმრის გარეშე თქო და მოკლედ როგორც აღმოჩნდა სახლთან ახლოს შეუძლიათ რა. სახლიდან შორს გასვლა არ შეიძლება რა ქმრის გარეშე. აი ესე არ ვიცი, მოკლედ საერთოდ რაიმე უფლება თუ გააჩნია ამ ქვეყანაში ქალს არ ვიცი რა. საშინელება არის. კიდე იმდენი რაღაც ნიუანსი არის, რასაც დროთა განმავლობაში კიდე გაგიზიარებთ, რომ არ ვიცი, ძალიან რთულად წარმოსადგენია საერთოდ როგორ ცხოვრობენ აქ ქალები რა, განსაკუთრებით ქალები. აი ესე უცებ აღმოჩნდი ბაზრიდან შემდეგ ლოკაციაზე და რატო აღმოჩნდი აქ და კამერა რატო არ ჩამირთავს დაახლოებით 2 საათია, ეხლა მოგიყვებით ყველაფერს, მაგრამ მანამდე გეტყვით რომ ამ ადგილას არ შეიძლება იარაღის, დანის და ბურთის შეტანა. ნუ იარაღი კიდე მოსულა, აი ბურთი გამორიცხული. მე მგონი ისედაც გასაგებია, რომ ძალიან ბევრი სანახაობა არ არის ამ ქალაქში, რადგან ძალიან ბევრი განადგურდა, ომს შეეწირა მოკლედ და ეს არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ასე ვთქვათ, შემონახული არის ამ ქალაქში. ეს არის ერთ-ერთი მეფის სასახლე, რომელიც ომის მერე ესეც განადგურებული იყო თითქმის მთლიანად, მაგრამ დაახლოებით 10 წლის წინ აღადგინეს ეს ყველაფერიო რა, სხვადასხვა ფონდების დახმარებით და დაახლოებით 6.5 მილიონი დაიხარჯა ამ ყველაფერზე. და ერთ-ერთი ისეთი ადგილია, რითიც ამაყობენ ქაბულში. როგორც იცით, ომის დროს თალიბანი თითქმის ყველაფერს იყენებდა წინააღმდეგობის გასაწევად ყველა ადგილს. ზუსტად ამიტომ ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც ამერიკამ ბოლომდე ვერ დაიმორჩილა ავღანეთი, რადგან ყველაფერს იყენებდნენ წინააღმდეგობის გასაწევად. შენობები იქნებოდა, მიწისქვეშა გვირაბები ჰქონდათ ძალიან ბევრი. მთებზე ახლა განახებ მთებსაც. ამდენი სახლები არის, წარმოიდგინეთ, პატარ-პატარა გამოქვაბულები და მოკლედ აი ესე ცხოვრობდნენ რა წლების განმავლობაში და საბოლოოდ თავისას მაინც მიაღწიეს. მე ერთი აი ეს ვერ ამოვხსენი, რომ რა მიზანი ჰქონდა ამერიკას ამდენი ხნის განმავლობაში ებრძოლა და მე უბრალოდ წასულიყო აქედან და ეს მთელი ამდენი
საბრძოლო მასალა იქნებოდა თუ რავი ავიაცია და ყველაფერი მილიარდობით დოლარის შეიარაღება უბრალოდ დაუტოვა და წავიდა. ნუ ფაქტია რომ რაღაცაზე შეეთანხმდნენ, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია, რადგან არ ვიცი მომავალში რომ ისევ რაღაც კონფლიქტი მოუვიდეთ, ბევრად უფრო ძლიერები დახვდებიან აქ. ასე რომ არ ვიცი ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი. აი ესეთი სასახლე ქონდა და როგორც ითხრა გიდმა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო აქო და ძირითად დროს აქ ატარებდაო ეს მეფე. ეხლა მოგიყვებით რატო ვერ ჩავრთე კამერა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. მოკლედ ბაზარში რო ვიღებდით, მოვიდა პოლიცია და გამაჩერა, არ შეიძლებაო გადაღებაო და მოკლედ გიდთან ერთად გამიშვეს ოფისში, სადაც უნდა მოეცათ ლიცენზია რა. ასე ვთქვათ, თალიბანის სამხედრო ბაზაზე. მივედით იქ, რა თქმა უნდა, იქ ძალიან სიმკაცრეა. აი კამერას ვერც ერთი წამით ვერ ჩართავ ეგრევე, აი ხელებში გიყურებენ და აი პირდაპირ მნიშვნელობით გამოთქმა რო არის კბილებამდე შეიარაღებულები არიანო, აი ზუსტად ეგრე არის რა მართლა. ყველას იარაღი უჭირავს და არ ვიცი, ისეთი ცუდი აურაა და ისეთი დაძაბულობა არის, რომ რთული გადმოსაცემია რა. ცოტა ხანი შემოვეფარები ჩრდილს და ისე გავაგრძელებ. ხო და მოკლედ იქ ვერ გააკეთეს ეს ლიცენზია და მე გაგვიშვეს მეორე სამხედრო ბაზაზე, სადაც აი ვერ აგიხსნით რა ხდებოდა, რავი, გარეთ იდგა მარტო ერთი 30 შეიარაღებული ადამიანი. ბაზაზე შედიოდნენ, გამოდიოდნენ ამერიკული ტექნიკებით, მოკლედ აი ძალიან თავი მეგონა ისეთ რაღაც ძაფრ სიუჟეტიან ფილმში რა. ხო და მოკლედ ველოდებოდით გენერალს რა და მოკლედ გენერალს რომ მოვიდა, ელაპარაკებოდა ჩემი გიდი რომ ანუ ბაზრის გადაღების ნებართვა მოეცათ, მაგრამ სამწუხაროდ არ მომცეს ამის ნებართვა. და როგორც მითხრა, ხვალ შეეცდება რომ გააკეთოს რა. ასე რომ დღეს იქ ვეღარ დაუბრუნდებით, შევეცდები სხვაგან გადავიღო რა, რომ რამე შარს არ გადავეყაროთ. ძალიან სამწუხაროა რომ იმ ყველაფერს ვერ გიზიარებთ, რასაც მე იმ მომენტში ვხედავ, რასაც განვიცდი და მე მეწევს თქვენთვის ესე მოყოლა რა. უბრალოდ იქ მართლა არ ვიცი, ორი თავი შეიძლება მაბია რომ აქ ვარ საერთოდ ჩამოსული, მაგრამ აი სამი თავი ნახდათ არ მაბია, ეხლა რომ იქ გავრისკო კიდე გადაღება, იმიტომ რომ აი ძალიან საშიშია რა, ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება რომ შეგექმნას მე. ასე რომ მაგათ ნამდვილად არ ღირს. ესეთ ისტორიულ ადგილს ვათვალიერებთ თან. ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ერთი მთელი შენობა მაინც არის ამ ქვეყანაში დარჩენილი. This is The grave of Babur. Babur. ეს არის მეფის საფლავი, ესე გამოიყურება. Can you say a full name of king? Zahiruddin Muhammad Babur. Family members, yeah? Yeah. His son. Yeah. ეს არის ოჯახის წევრების საფლავები. This way? უყვარდა საწყავს აქაურობა და ასაფლავეს აქ. ისე ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიბადაო, როგორც მითხრეს. შემოვედით მთავარ სასახლეშიც, ესე გამოიყურება მთავარი სასახლე, სადაც ცხოვრობდა მეფე. ესეც რა თქმა უნდა მე აღადგინეს, თორე მიწასთან იყო გასწორებული ყველაფერი. მე აი მაინც იმ მთებს უყურებ რა, ნახეთ როგორ არიან ჩასახლებულები. როგორც ბრაზილიური ფაველები, ეგრე არის. ესე გამოიყურებოდა ომის დროს. აი ესეთი ხედი იშლება ქაბულზე. სახლების რაოდენობას შეხედეთ. რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ. აი ესე არის ყველგან, აი ირგვლივ მთებს თუ დააკვირდებით, მთელი ქალაქის გარშემო ესეთი დასახლებებია. და ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც არის საშიში აქ ნებისმიერი წესის დარღვევა, არის ის, რომ ამ ადამიანებისთვის ადამიანის სიცოცხლე აი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, ომის პერიოდში დარწმუნებული ვარ, ბევრს გეცოდინებათ, რომ როგორი ხერხებით იბრძოდნენ აქაურები და რას იყენებდნენ. მაგალითად,
იგივე ქალებს, ბავშვებს ყველანაირად ცდილობდნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ. ასე რომ ერთი ჩვეულებრივი ტურისტის სიცოცხლე არაფრად არ უღირთ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რა თქმა უნდა. აქვე ერთი საინტერესო ინფორმაცია კიდე, როგორც აღმოჩნდა, ავღანეთს და პაკისტანს არ აქვს კარგი ურთიერთობა. სულ ომები აქვს, მოკლედ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიაო და თითქმის ყოველდღიურად პატარ-პატარა შეტაკებები არის საზღვარზე, ასე რომ არ ვიცი ზუსტად ეს ვიდეო რამდენ ხანში დაიდება და აქ მოგზაურობა დაემთხვა ისრაელი-ირანის ომს და ეს კიდე უფრო ამძაფრებს ჩემს აქ ყოფნას. აი ესეთ ადგილას შემოვედით. ძირითადად ადგილობრივები არიან, ძირითადად კი არა, სულ ადგილობრივები არიან და მოკლედ დღეს დავაგემოვნებ ქაბაბს. ოვი დაჩემი ქათმის მწვადი, როგორც ქაბაბი ისე უნდა მოსულიყო, მაგრამ მწვადი მოვიდა. სხვათა შორის გემრიელად გამოიყურება. აბა, ავსინჯოთ. სადა უმია, მაგრამ წავა რა. ორი აქვს სხვათა შორის ძალიან გემრიელი. ეს სოუსი არის თეთრი იოგურტივით. ესეთ ქვეყანაში რო ჩამოდიხარ, პრობლემა აღარ უნდა გქონდეს მე რა სისუფთავეზე და რაღაცეებზე რა. უბრალოდ უნდა მიიღო ის რეალობა რაც არის რა და всё. აქედან სასტუმროში წავალ პირდაპირ რომ სანამ სიცხე გადაივლის დაველოდები და საღამოს მერე ისევ გავალ ქალაქში. 1 საათზე მეტი არის უკვე სასტუმროში ვარ ვისვენებ და დამოვიწყდა რომ თქვენთვის არ მიჩვენებია ჩემი ახალი ნომერი. შემიცვალეს ის ნომერი, უთხოვე რომ რავი ნორმალური კონდიციონერი მაინც რო იყოს ისეთი ნომერი მომეცით თქო და მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩემი ახალი ნომერი. აქეთ ჩემი სამუშაო სივრცე, როგორც ხედავთ, აქაც არ ვჩერდები. ვცდილობ რომ მაქსიმალურად მალე ავტვირთო ვიდეოები, რომ მალე მოვიდეს თქვენამდე და ესეც ჩემი ახალი კონდიციონერი. გამოვედით და მოკლედ ამ დღეების განმავლობაში რაც აქ ვარ, მაქსიმალურად ვცდილობს რომ თავიდან აირიდოს ჩემი ფეხით გამოყვანა ქალაქში. რატო არ ვიცი, მაგრამ მოკლედ დღეს ცოტა ისე დაშინებით ვთხოვე რომ ერთი ფეხით მინდა გასეირნება ქალაქი დავათვალიერო რა. არ მინდა მანქანით სიარული თქო და მოკლედ დამთანხმდა. This is all handmade. Huh? Handmade. Yeah, all. აი ყველაფერი ხელნაკეთი არის ნახეთ. This is Afghan map. Afghanistan map. Map. Pakistan, China, Tajikistan, Uzbekistan, Turkmenistan, Iran. კიდევ ერთი წესი გადავამოწმე ქალებთან დაკავშირებით და მოკლედ მართალია ის ფაქტიც რომ ქალებს არ შეუძლიათ ლაპარაკი ქუჩაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მაღაზიაში შედის და რამის ყიდვა უნდა რაღაცას კითხულობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ლაპარაკი. და კიდევ ერთი წესი, რომელიც ისევ და ისევ ქალებს ეხებათ, სამწუხაროდ, სწავლაც არ შეუძლიათ. სწავლა ოფიციალურად აიგრძალა, მაქსიმუმ შეუძლიათ მე-6 კლასამდე ისწავლოთ. აქვე შეგახსენებთ დონაციას არხზე, შეგიძლიათ დაეხმაროთ არხს განვითარებაში და თან ნებისმიერი კითხვა გამოუშვათ დონაციის სახით და ვიდეოდან ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს. ყველას დიდი მადლობა, ვინც მცირედი დონაცია მაინც გააკეთა არხის განვითარებისთვის. Instagram-ზე ბევრი მწერს ამ მოგზაურობის განმავლობაში, ახლა ვინც Instagram-ზე თვალს ადევნებს ჩემს მოგზაურობას, ქალების ჩაცმულობა აინტერესებს ძირითადად და ძალიან რთული არის გადაღება დამიჯერეთ. აი როგორც კი კამერას ხედავენ, თვითონაც გადადიან გზიდან და ისედაც როგორც კი აი მიხვდება რომ კამერა მიუშვირე, ყველა იძაბება რა კაცების და მოკლედ ძალიან საშიშია რა შეიძლება რაღაც პრობლემები შეგექმნას ამის გამო. ეს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა არის და არც ისე სიბინძური არ არის, სხვათა შორის საკმაოდ მოწესრიგებული და ისეთი სუფთა ქუჩა არის. ეხლა ვფიქრობდი რომ რამხელა დისკომფორტია, როდესაც ქვეყანაში არ აქვს
ლაგისნაირი კომპანია, რომლითაც სულ რაღაც 12 ლარად შეგიძლია მთელი თვის განმავლობაში ულიმიტოდ ილაპარაკო, სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენიც გინდა. ესეთი კომპანია რო არ გექნება ქვეყანაში, წარმომიდგენია რა რთულია ცხოვრება. ასევე მოგზაურობა გინდა სადმე ნებისმიერ ქვეყანაში, აი სადაც არ უნდა გინდოდეს, უბრალოდ ითი დაადე რა. ჩადიხარ და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი გხვდება ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ამაზე კაი რა უნდა იყოს. აგერ ავღანეთში ვარ და ისე ველაპარაკები საქართველოში გეგონება სადმე იქვე ვიყო რა, ზესტაფონში. მე თუ მკითხავ კიდე კარგად გამოიყურება ყველაფერი. და ჩემი აზრით უბრალოდ დროის ამბავია, რამდენხანში დაიწყება ისე აქის არეულობა და ომი, რაც მთელი ამდენი წლების განმავლობაში იყო. მე მგონია რომ დიდი ხანი არ გაგრძელდება ეს ყველაფერი რა. რავი, ამერიკა იქნება თუ ვინც იქნება, ცოტა ხანში ისეთივე არეულობა დაიწყება. აი ესე რეგულირდება მოძრაობა, მეგობრებო. პოლიციელები დგანან და ისინი არეგულირებენ, რადგან შუქნიშანი არსად არ არის ქალაქში. მაგრამ დარეგულირებულს რა ეთყობა, რავი, პოლიციასაც არ ემორჩილებიან. ვისაც სად უნდა იქ მიდის, ისე მოდის. მოკლედ სრული განუკითხაობაა. აქ სასწრაფო რო დაგჭირდეს, ვერ მოვა ვერას მოსაობა. თბილისში გვიკვირს ხოლმე საცობები, აქ რა ხდება, ნახეთ. ესეთი მოძრაობა არსად არ მინახავს. ეს არის ჩვენი შემდეგი ლოკაცია, იმამ ალის მეჩეთი, რომელიც იყო შიიტი მუსლიმების პირველი იმამი და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული ადგილი არის ამ ქალაქში. როგორც მიხვდით, ახლა ტელეფონით ვიღებ, იმიტომ რომ კამერით გადაღება არ შეიძლებაო, აკრძალულიაო, რადგან სხვა ადამიანები გამოჩნდებიან კამერაშიო. მაგრამ ტელეფონით გადაღება შეგიძლიაო და მეთქი აი უბრალოდ ლოგიკა ამიხსენი, კი ბატონო, არ გადავიღებ კამერით, მაგრამ ლოგიკა ამიხსენი, აი რაში მდგომარეობს, ანუ კამერით, ტელეფონით თუ გადავიღებ, ხალხი არ გამოჩნდება ამ შემთხვევაში თუ აი ეგ მაინტერესებს უბრალოდ და მაგრამ ეს არის მე აზრით აი ძალიან დაბალი განათლების დონის ბრალი, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ აგებიებ ადამიანს რა. ესე გავაჩერებინე მანქანა და აი ესეთი ხედი იშლება ქაბულზე. ნახეთ რამხელა ქალაქი არის იქით. სულ ქაბული არის. ძალიან დიდი ქალაქია. მაგრამ აი ამ სახლების მშენებლობა განსაკუთრებით მომხიბლა. როგორ აშენებდნენ, ან როგორ ცხოვრობენ. ყოველდღე აქ სიარული წარმოიდგინეთ. აი ესე აქედან მიუყვებიან ფეხით და ნელა ადიან სახლებში. აი ესეთ ადგილას შემოვედით, როგორც იქნა განსხვავებულ რესტორანში წავედით, იმიტომ რომ ეს ორი დღეა ერთი და იგივე ადგილას დავდივართ. და ძირიდან წამსაჭმელს რა და როგორც იქნა სკამზეს დავჭიქი. მოკლედ აი ესეთი მოწესრიგებული ადგილია და ეხლა უნდა დავაგემოვნოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ტრადიციული რაღაც კერძი. What is name of this food? Bolani. Bolani ქვია ამ კერძს და სხვადასხვანაირი კეთდება. მე ავირჩიე ქათმით და ტომატი. საუკეთესოა ესე მითხრეს რა. აი ესე გამოიყურება. რაღაცით ჩებურეკს გავუსმენდები ცოტა. მემრიელი. ჩებურეკს გავს რაღაცით რა. ოღონდ მშრალი არის და ესეთია რა. გემოთი დიდად არ გავს. This is chicken and this გემრიელი ვახშმის მერე ღამის ქაბულით დავათვალიეროთ. სულ მეჩინია რომ თქვა არც ისე საშიში ყოფილა როგორც გარედან ჩანს თქო, იმიტომ რომ მერე არ მოყვეს რა მე მაგ სიტყვებს. აი ესეთი პუნქტები არის გამშვები, ეხლა არავინ არ დგას, ისე
შეიარაღებული თალიბანის წევრებით განა ხოლმე, ვინც მანქანებს ამოწმებენ. ვიკითხე რომ რა საჭირო არის მეთქი ამდენი დაცვა, რადგან ამერიკაც წავიდა უკვე, აღარც რუსეთი არ არის არავინ და რავი, ომი მორჩა ფაქტიურად, ხო, ვიღას ებრძვიან თქო და როგორც მითხრეს, პერიოდულად ISIS-იც გამოჩნდება ხოლმე, მოკლედ აქ რაღაც პატარ-პატარა ტერაქტებს აწყობენ და სერიოზული შეტაკებები არის ხოლმე. აი რა ლამაზად უწყიათ ხილი. So ესეთ მაღაზიაში შემოვედი და მოკლედ ეს მაკადამია ვიყიდე რა. How are you? Thank you. How are you? Money. ხოდა მე ძალიან მიყვარს რა ეს ხილი და აქ ღირდა 9 კილო დაახლოებით $5 რა. $5-მდე, ასე რომ იაფია რა. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ მოდის რა, ესეც თურქეთიდან არის შემოტანილი. სხვათა შორის ძალიან ბევრს უყვარს ხელჩაკიდებული სიარული, არა მხოლოდ გოგოს და ბიჭს. ბიჭები ძალიან ბევრი დადიან ხელჩაკიდებულები რა. დავბრუნდი მეგობრებო, სასტუმროში ვარ. მოკლედ რო გითხრათ, დაახლოებით 4-5 წლის წინ ვინმეს ეთქვა ქაბულში წახვალ სამოგზაუროდ და იქ შუაღამეს იბოდიალებდა შეიარაღებულ თალიბანის წევრებთან ერთად მთელ დღეს სადღაც სამხედრო ბაზაზე გაატარებო, რაღაც გადაღების ლიცენზიისთვის, რომ ანუ ხო ხვდებით რა პასუხსაც გავცემდი რა. მაგრამ აი ესაა რა ცხოვრება რა. ეს დღეს დადგა რომ უცებ საერთოდ არც მიფიქრია და უცებ აღმოჩნდი ავღანეთში, ქაბულში დავდივარ რაღაცებს ვიღებ, რაღაც ლიცენზიებს ვაკეთებ, მოკლედ აი საგიჟეთი ხდება ჩემს თავს, მართლა არ მჯერა რომ ეხლა ამ ყველაფერს ვაკეთებ რა. წავედი ეხლა მოკლედ დავისვენებ და ხვალვად საინტერესო გეგმები მაქვს, ხვალ ვაპირებ რომ მოვინახულო ერთ-ერთი ეს ქაბულის ფაველები, როგორც შევარქვი, მთებზე რო დასახლებებია, ეგ მინდა მოვინახულო აუცილებლად და ასევე ის ბაზარი უნდა გადავიღო, სადაც გადაღების ლიცენზია არ მომცეს, უნდა შევიპარო და ჩუმად გადავიღო, ასე რომ იმედია ჩემი ეს ახირებები მშვიდობით ჩაივლის. ესეც ჩვენი ბოლო დღე ქაბულში და მოკლედ დღეს ბევრი რაღაცების გადაღებას ვაპირებ საინტერესოს. ასე რომ ადგილობრივებისგან არ უნდა გამოვირჩეოდე, მაქსიმალურად უნდა შევერწყა ადგილობრივ მასას. ამიტომ ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის ტრადიციული ჩაცმულობა. ასე რომ ეხლა მაღაზიაში მოვედი, შევალ, ავარჩევ ტრადიციულ ტანსაცმელს და დაგიბრუნდებით მერე. აბა რა სიტყვით მეგობრებო, ვარ ნამდვილი ავღანელი ვით? მე მგონი რთული არის ჩემი გარჩევა რა. აბა წავედით ეხლა ერთად დავათვალიეროთ ქაბული. ეს არის ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია, კიდევ ერთი ასეთი სასახლე არის და ერთ-ერთი მეფის არის ესეც, რომელიც დაახლოებით 1 საუკუნის წინ იყო, ესე მითხრა ჩემმა გიდმა და ომის დროს ნაწილობრივ განადგურდაო და შემდეგ უკვე დაახლოებით 7 წლის წინ ავღანეთის ბოლო პრეზიდენტი ვინც იყო, იმან აღადგინა. ესეთი ამბავია, იმიტომ რომ გარედანაც შემოღობილი არის სპეციალური ბეტონის ფილებით, რომელსაც ძირითადად სამხედრო ბაზებზე იყენებენ ხოლმე და შეიძლება აქაურობაც რაღაც ერთ-ერთი ბაზად იყო გადაკეთებული. აი ეს შენობა, იქით რასაც ხედავთ, ეგ არის ავღანეთის პარლამენტი. And now in this building are Taliban government, yeah? სადაც ახლა თალიბანი მართავს ყველაფერს. ესეულიან სხვათა შორის ყველაფერს. პიკნიკზეც არიან გამოსულები. დღესდღეობით აქ არაფერი არ არის, მაგრამ ვიდრე ამერიკის ჯარები გავიდოდნენ, წინა ხელისუფლება ვინც იყო ავღანეთის, მაშინ აქ ცხოვრობდნენ ხელისუფლების წევრები და პირდაპირ პარლამენტშიც მარტივად გადადიოდნენ. მოკლედ მე არ ვიცი რატო დათმეს ასე უცებ, როცა ამერიკის ჯარი წავიდა, პირდაპირ გადააბარეს ფაქტიურად თალიბანს. რატომ მოხდა ესე მარტივად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რავი, დიდი ბრძოლები არ ყოფილა. მე როგორც მახსოვს. პირდაპირ ძალიან მარტივად დაიკავეს ყველაფერი.
აი ესე გამოიყურება შიგნიდან ეს სასახლე. ძალიან ბევრი ოთახები არის სხვათა შორის. აი ესე გამოიყურება მთავარი დარბაზი. ნახეთ რა ლამაზია. მოკლედ მთელი ქალაქი არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა რა. ეხლა აქედან რო გავიხედე, აი კარგად გამოჩნდა რა ზემოდან რომ რამდენი სამხედრო ბაზები არის რა. და აი ყველა არის ეს შემოღობილი ბეტონის ფილებით, თავისი ამ რაღაც დამცავი პუნქტებით და მოკლედ ესეთი სიტუაცია მთელ ქალაქში და ძირითადად არსად გადაღება არ შეიძლება. ესეთი ხედი იშლება მეორე მხარეს, სადაც ავღანეთის პარლამენტია. დავიძარით ჩვენი შემდეგი ლოკაციისკენ, რომელიც იქნება ისევ და ისევ ბაზარი, რომელიც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, რადგან საშუალება მეძლევა უფრო ახლოდან გადავიღო ადგილობრივების ცხოვრება. ავღანური ტრადიციული ტანსაცმელი კაი გრილი ყოფილა. აქამდე სად ვიყავი. გუშინ რამე კითხულობდი ავღანეთზე ახალ ამბებს და მოკლედ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ მამამ საკუთარი 9 წლის შვილი გაყიდა 55 წლის კაცზე $2,500. გაყიდა, ანუ როგორც ცოლი ისე მიათხოვა. აი ეს მაინც პატარა წარმოდგენა რო გქონდეთ, როგორ ქვეყანაში მოგზაურობ ახლა. მოკლედ კამერით მაინც ვერ გადავიღებ და ტელეფონით მომიწევს გადაღება, ასე რომ იმედია ხმა კარგად იქნება. მოკლედ იმდენი რეგულაციები არის ამ გადაღებაზე, რომ რავი შეუძლებელია რა რამის ნორმალურად გადაღება რა. ეს არ გადაიღო, ის არ გადაიღო. რავი ეს არქნა, ის არქნა. მოკლედ ნორმალურად ვერ იღებ რა ვერაფერს. მე კი ვარ ნამდვილი ავღანელივით გამოწყობილი, მაგრამ მოკლედ ისეთი ქაოსია და ისეთი სიბინძურია, რომ ვერ ვახერხებ ყველაფრის კარგად გადმოცემას კიდე. ეს არის ქაბულის ყველაზე დიდი ბაზარი და არ ვიცი, ცალკე ქალაქი არის მოკლედ რა, ბაზარი არც ქვია ამას რა. ამ ხელა ტერიტორია ბაზრის მე არსად არ მინახავს საერთოდ. ყველა შაბათა. ამ დინარეს ისეთი ცუდი სუნი ასდის, რომ ალბათ აქ ჩადის მთელი კანალიზაცია. ყარს აქაურობ. ავბრუნდით მანქანაში, დავიბრუნე ჩემი კამერა და მოკლედ რა გადავიღე ტელეფონით ისიც არ ვიცი, რომ მივალ, გადავხედავ, მე ხმა როგორ ისმის საერთოდ. ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება სადილე. რადგან გარეთ ძალიან დაცხა, ვისადილოთ, მე სასტუმროში უნდა ავიდე, ცოტა ხანი შესვენება იქნება და საღამოს ისევ გამოვალთ. აბა კაი ქათამი ვის უნდა. აი კიდევ ერთ ესეთ ადგილას მოვედით, სადაც ძირითადად ადგილობრივები არიან. ესაც ქათმის მწვადი გვექნება მენიუში, მაგრამ აქ ქაბაბს ეძახიან ამას. აბა დავიწყეთ დაგემოვნება. ოკეი. ძალიან არ მომეწონა. უმი არის მე მგონი საერთოდ. კლიანი ქათამი არის რა წამოს. აქ ხელით უნდა ჭამოს, სხვა გამოსავალი არ არის. აი ეს მაგალითად კისერი არის ქათმის რა. საქართველოში რომ ქათმის მწვადი შეუკვეთო და კისერი მოგიტანონ, აპასუხს გაცემდით ხო. ხანდახან არის ხოლმე რომ საჭმელი არ მომწონს რა, მაგრამ უხერხული სიტუაცია რო არ შეუქმნა და არ ვაწყენი ნუ ამით. ძალით უჭამ ხოლმე, მართლა ბევრჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი. მოკლედ ქათამი იყო უმი რა, აი მართლა დარბოდა, რომ უკბენდი გარბოდა და ვერ ვჭამე კარგად რა და მიხვდა მე ჩემი გიდი რა და ძალიან შეწუხდა მოკლედ, მაგრამ მეთქი არა იყო სადაც კარგად ვჭამე რაღაცეები და თან გარეთ უყურებდი და ეს ჯიგარი ეხა მწვადს რო წვავს, მოკლედ ერთი შამფური გაუგორდა ძირს რა, დაუვარდა და
მეთქი ეხა შემოიტანს რაღაც ველოდები რა უყურებდი და აიღო პირდაპირ დადო ისევ თავის ადგილზე. ეს რო დავინახე, მე რაც ჭამე ისიც ვინანე რა. دلیم بسیار خراب. მოკლედ ჩემი გიდი არის ახლა გადასული და მოლაპარაკებებს აწარმოებს თალიბანთან, რომ აგვიშვას იმ თაზე რა დასახლებები სადაც არის, ერთ-ერთზე რომ უბრალოდ ავიდე დავათვალიერო, როგორ ცხოვრობენ, მე მაინტერესებს, ასე რომ იმედია გამოგვივა. მოკლედ ბევრი მცდელობების მერე მაინც არ აგვიშვეს ზემოთ რა, ფეხით სადაც უნდა ახვიდე რა და ერთ-ერთ მთაზე მოვედით, ახლა სადაც ასევე დასახლება არის და უბრალოდ ფეხით გავისეირნებ, ცოტას დავათვალიერებ, როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები და თქვენს განახებთ. ესეთი სახლებია. ეს სახლები არის შორიდან რომ მოჩანს ხოლმე მთებზე. ზოგან მოდის ეს ექსები, მაგრამ ყველგან არა. აგერ ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. თითქოს რაღაც სოფელში ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება. სალამ ალეიკუმ. აქ ყოველ დღეს იარული წარმოიდგინეთ, როგორია. საშინელი სუნი დგას ყველგან. ნაგავსაც აქვეყრიან როგორც ჩანს. აჰა, ქაბულის ფაველებიც მოვინახულე, მოკლედ მაინც შემოვიპარეთ რა. მიუხედავად იმისა, რომ აგვიგრძალეს აქამოსვლა, როგორღაც მაინც მოვახერხეთ. აი, აქ ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა ესეთ მთებზე. და წარმოიდგინეთ ახლა აქ ვინმეს რო ეძებდე, როგორ უნდა იპოვა უბრალოდ ამ ჯუნგლებში, რავი, წარმოუდგენელი. ესეთი ხედი კი იშლება აქედან თლიან ქალაქს. მაგრამ ეს არ არის თლიანი ქალაქი, ასევე აი ამ მთის იქითაც ასევე ქალაქი გრძელდება. 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით აი ასე. წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრია. სიგიჟია. ესეთი სახლებიც არის განადგურებული. თვითონ ეს ჩემი გიდიც ისეთ შეშინებულია, ახ სახეზე რო უყურებ, ძალიან დაძაბულია. ალბათ უყვირს ახლა რა უნდაო საერთოდ აქ რატო ამოდისო, რატო რისკავსო, მაგრამ აუქნა მაინტერესებს. და ვიცი რომ თქვენს გაინტერესებთ, ასე რომ ისიც ვიცი რომ არხსაც გამოიწერთ. ეს არის ერთი სახლის შესასვლელი მაგალითად. აი ეს მთლიანად არის კლდე, გასაგებია, მაგრამ რამდენად უსაფრთხო არის მაინც აქ ცხოვრება, ეს ცოტა საკითხავია. წყლები რა თქმა უნდა ამ მთაზე არ აქვს და ესე ხელით ეზიდებიან, რავი, დღეში რამდენჯერ. ეხლა ბავშვებიც მოდიოდნენ, კიდე მოქონდათ წყალი. აი ესე წვალობს ხალხი. აი წარმოიდგინეთ. აქ რო წყალი არ აქვს ყოველდღე უბრალოდ წარმოიდგინეთ. დავიძარით ნელ-ნელა ქვემოთ. აი უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ჯარისკაცი ხარ და აქ გამოგიშვეს რაღაც საომრად რა. ესე ხალხი საღამოობით გამოდის სეირნობს, ისვენებს. Kabul Polytechnic University.
დავბრუნდით ქალაქში, როგორც ხედავთ, მაინც დავიწვი მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ დამცავს ვისმევ, ძალიან წველი მზე არის რა. თალიბანის ისტორია მოგიყევით თუ არა, არ მახსოვს ზუსტად საიდან შეიქმნა რა, მაგრამ სიტყვა თალიბი ნიშნავს სტუდენტს. და პირველად, როდესაც ომი დაიწყო 70-იან წლებში, ეს სტუდენტების ჯგუფი გაერთიანდა, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ რა. და ზუსტად აქედან წამოვიდა ეს სახელი. აი ესეთ რესტორანში მოვედით დღეს საღამოს ვახშამზე. ცოტა ისეთი განსაკუთრებული ადგილია რა, ცოტა ლაქშერი, ავღანური ლაქშერი რესტორანია. ხო და ნახოთ ახლა აქ რას შემოგთავაზებენ. მოვიდა ჩემი შეკვეთა და აი ესე გამოიყურება ეს ყველა. მოკლედ აქ აი ქაბაბს ეძახიან ესეთ ხორცს რა, ანუ წვაც. ბრინჯი გემრიელია, სიმჟავე აქ დამატებული და ძალიან უხდება რა. ეს წითელი არ ვიცი კიდე რა არის, რა ჩირები არის, მაგრამ ძალიან გემრიელია. და ყველაზე გემრიელი რაც არის, აი რაც ყველაზე ძალიან მომწონს, აქ არის ავღანური პურები რა. არ ვიცი, ძალიან გემრიელი პურებია. ესეც კიდევ ერთი დღე ქაბულში. მოკლედ დღევანდელი დღე საკმაოდ გემრიელად დავასრულე. რისი გადაღებაც მინდოდა გადავიღე და კარგადაც ვივახშმე. მეტი რა უნდა იყოს ახლა სრული ბედნიერებისთვის, როცა ავღანეთში ხარ ადამიანი. მოკლედ ჩემი ხვალინდელი რეისი გავუქმდა ირანი-ისრაელის ომის გამო. მოკლედ არ ვიცი რას ვიზავ, ახლა გადავცვალე ბილეთი, მაგრამ იმედია ეგეც არ გაუქმდება რა. იმედია არ დავრჩები ავღანეთში. სხვათა შორის წასვლამდე კიდე მაქვს ერთი საინტერესო გეგმა და ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს აუცილებლად. კიდევ ერთი მშვენიერი დილა ქაბულში მეგობრებო და ეს არის ჩემი ბოლო დღე ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში. არ ვიცი კიდე როდის დავბრუნდები ავღანეთში, იმიტომ რომ რავი, იმედია ცოტა დავაგდება ამ ქვეყანაში სიტუაცია და უფრო უსაფრთხო გახდება მოგზაურობა და რატომაც არა სიამოვნებით დავათვალიერებდი ავღანეთის სხვა ქალაქებსაც და სოფლებსაც. თქვენთან ერთი თხოვნა მექნება, რომ არ დაიზაროთ არხის გამოწერა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან 100,000 გამომწერზე ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს და ჩემი გამომწერების რაოდენობა პირდაპირ მოქმედებს ჩემს мотивაციაზე და ძალიან დიდი мотивაცია მეწევა, როდესაც გამომწერების რაოდენობა იზრდება, ასე რომ ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება 100,000 გამომწერი და 100,000-ზე უკვე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განსხვავებულ და ძალიან საინტერესო ადგილებს შემოგთავაზებთ. აი ძალიან ბევრი არის ესეთი მაღაზიები და ყველაფერი ხელნაკეთი არის, როგორც მეუბნები. პრინციპში ხელნაკეთი იქნება აქ, რავი, ამის საწარმოები არ ამგონია რომ იყოს. აი ესეთი ქუჩა არის, სადაც სულ მსგავსი მაღაზიები არის და მოკლედ ძალიან უნდა ჩემს კითს რო ეჩვენებინა ეს მაღაზიები. გუში როგორც გითხარით, ჩემი ფრენა დუბაიდან საქართველომდე გაუქმდა და გადაცვლა მომიწია, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მიწევს დუბაიში ლოდინი ამ ბილეთის გამო. დღეს საღამოს უკვე დუბაიში ვიქნები და ხვალ დილით არის ფრენა საქართველომდე, ასე რომ კაი ხანი მომიწევს აეროპორტში ყოფნა. ამას მაღაზია კი არა, მუზეუმი აქვს მოწყობილი, ნახეთ რა ხდება. No video. სამწუხაროდ აღარ გადამაღებია, არ შეიძლებაო რა ვიდეოს გადაღებაო, მაგრამ აი ძალიან საინტერესო მაღაზია იყო რა. მაღაზიას ვერ დავარქმე, უფრო მუზეუმი იყო, იმიტომ რომ რავი, ისეთი რაღაცეები ქონდა მაღაზიაში, გავუგიშდი მეთქი საიდან გაქვთ ეს ყველაფერი. იარაღებით იყო სავსე, ან რავია, მაქელა შეიარაღება. საიდან შეაგროვა რა. 1800 წლის და ეგრე რა, აი ძალიან ძველი რაღაცეები. ამ სიცხეში რო ამას აიკიდებს ქალი საწყალი. სახეებზე რო უყურებ, კიდე მეშინია რავია. ეს ფერადი რაღაცეები უყვართ რა. აი ესეთი საინტერესო პატარა გასეირნება გამოგვივიდა.
ეხლა უკითხე ჩემგიც რატო ზიან თქო ამდენი ხალხი და მოკლედ მუშები არიანო რა. თუ ვინმეს მუშა ჭირდება, აქედან მიყავს. აქაური ელიავაა რა. აი ესეთი პარკი ქონიათ. შუა ქალაქში. ოდიან ისვენებენ, პიკნიკი უყვართ აქაურებს და პიკნიკი კი უყვართ აქაურებს ძალიან, მაგრამ დადიან მარტო კაცები, ქალებისთვის არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ერთად არსად არ დადიან ეს. მარტო კაცები ზიან ესე და ჭამენ ერთად რა. და სხვათა შორის რესტორნებშიც, სადაც დავდივართ ხოლმე, ქალები ან საერთოდ არ არიან, ან ცალკე ოთახი აქვთ გამოყოფილი, სადაც შეუძლიათ ჭამა რა. ესეთი ამბები არის. მოკლედ ამ ქვეყანაში ქალად დაბადებას ჯობია რომ საერთოდ არ დაიბადო მე მგონი რა. ამხელა კაცები ზიან მარტო. აუ შეყვარებულები ვით და პიკნიკებს აწყობენ და თავის თავს ერთხელ მაინც რო დაუსვან კითხვა ნორმალურია თუ არა თავის საყვარელი ადამიანის სახლში როზის გამოკეტილი არაფრის უფლება რო არ აქვს და თვითონ აგზის პარკში ისვენებს. არ ვიცი, ალბათ პასუხს იპოვიდა მარტივად, მაგრამ ესეც ალბათ ძალიან დაბალი განათლების ბრალი არის, როდესაც ადამიანების მართვა ესე მარტივად შეგიძლია რა რაღაცის შიშით უბრალოდ. არ ვიცი, საშინელება არის რა და იმ ბავშვის ისტორია მიტრიალებს კიდე სულ თავში, რომ აი რა დააშავა უბრალოდ იმ ბავშვის ფსიქიკაში წარმოიდგინეთ რა ხდება საერთოდ. 9 წლის ბავშვი არის, საერთოდ არ იცის არც სარწმუნოება არაფერი და უცებ ვიღაც სხვა კაცთან მიდის საცხოვრებლად რა და მამამისი უშვებს ესე. აი რა დააშავა იმ ბავშვმა. მთელი ცხოვრება ფსიქიკა რავი განადგურებული აქვს რა. ისევ ამ რესტორანში მოვედით, მე მკითხა სადგირჩევნიაო წავიდეთო და რაღაც ბრინჯების და რაღაცების ჭამას მოკლედ თან ეს ძალიან მომეწონა რა რაღაც გვეზელებივით რო იყო რა ქათმის კარტოფილის და რაღაც და ძალიან გემრიელი იყო. თან წინ დიდი გზა ასე რომ ზედმეტად გარისკო არ მინდა ეხლა რა. This is spicy or no? No. That's a little bit spicy. No, ძალიან გემრიელია რა. This is very good. I like. ყველაზე ძალიან ეს მომეწონა რაც დავაგემოვნე ჯერჯერობით აქ. ბოლონის ჩემგან 10-დან 9. თავისუფლად. ძალიან გემრიელია მართლა. ან შეიძლება ნორმალური საჭმელი იმდანად მომენატრა რაც წამოსული ვარ, რომ კაი ხინკალი ეხა რა. برفاق بدن الشارع خراب كده. გამოვიარე 2 მილიონი შემოწმება მოკლედ და შემოვედი აეროპორტის ტერიტორიაზე. ჯერ აეროპორტში შესასვლელი შემოწმებები კიდე არ გამივლია. მოკლედ ძალიან სიმკაცრეა და ამოწმებენ აი საერთოდ ყველაფერს დეტალურად, თავისი კითხვებით და ყველაფრით მოკლედ რა. ეხლა აეროპორტშიც გავივლი შემოწმებას და იმედია, ჩემი ფრენაც თავის დროზე იქნება და რაიმე შეფერხება არ იქნება. ავღანეთიც ჩავკეცე მეგობრებო, მოკლედ გამოვიარე ყველა შემოწმება და სიმართლე გითხრათ ძალიან ბედნიერი ვარ ჯერჯერობით რომ აქამდე მოვედი უპრობლემოდ საერთოდ. რავი რაღაც შემოწმებებს კი გადიხარ სპეციალურს ან პასპორტს ამოწმებენ, ჯიბებს, რავი ჩანთრხ ყველაფერს ხრიკავენ, მაგრამ მაინც ისეთი განსაკუთრებული შემოწმებები არაფერი არ ყოფილა. თან რო ხედავენ რომ ტურისტი ხარ და მით უმეტესი იუთუბერი ხარ, მოკლედ ძალიან გერიდებიან, იმიტომ რომ მაინც ცდილობენ რომ ცოტა თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ რა, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. რა შეეხება ავღანეთს, რა გითხრათ, ბევრი ავღანეთზე არ ვიცი, ეს არის ერთადერთი ქვეყანა ალბათ, რომელიც პირდაპირ ჩააბარეს მოკლედ არც თუ ისე კარგი ადამიანების ჯგუფს რა. ეხლა შეიძლება ბევრმა მითხრას, რომ ეგენი ნამდვილი ავღანელები არიან და ისა რაღაცეები, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის რა. რეალურად თუ თავიდან მართლა პატრიოტი ავღანელების გაერთიანება იყო თალიბანი, დღეს უკვე გადაიქცა რაღაც სამხედრო დაჯგუფებად, რომელიც რავი ძალიან მკაცრი წესებით მართავს ქვეყანას და ძალიან დიდ შიშს თესავს ხალხში. ვერავინ ვერაფერზე ხმას ვერ იღებს, ვერავინ ვერაფერს ვერ აპროტესტებს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, მაინც მოკლედ შეშინებულები არიან და რა თქმა უნდა გასაგებია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არ არის და ისეთი უსიცოცხლო თვალებით გიყურებენ ხანდახან, რომ უბრალოდ ერთი პატარა
მიზეზი უნდა ალბათ რომ აი რა გესროლოს და რავი ადგილზე მოკლას რა ზუსტად ეგეთი თვალებით გიყურებენ უმეტესობა რა მე დარწმუნებული ვარ როგორც კი შანსი მიეცემათ კიდევ უკეთესად გამოიჩენენ ესენი თავს რა და ამიტომ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეყანას დიდი ხანი არ უწერია ესე ყოფნა ადრე თუ გვიან აქ ისევ იგივე დაიწყება რაც აქამდე იყო იმიტომ რომ თუ ადამიანის უფლებები არსებობს და ადამიანის უფლებების დამცველები არსებობს პირველ რიგში ამ ქვეყანას უნდა მოვაკითხო სულ ეს არის ამ ქვეყნის შეფასება მეტი რა გითხრათ ფასები ძალიან იაფია ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ აქ არავინ არ ჩამოხვალთ დარწმუნებული ვარ მოკლედ საჭმელი სასტუმროები და ასე შემდეგ ყველაფერი ძალიან იაფია რა ვიზაზე ძალიან ბევრი ვიწვალე მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე და მთელი ტაშკენტი მოვიარე და მოკლედ ძალიან ბევრი პროცედურები გავიარე აქ რო ჩამოვსულიყავი და ჩემი 50000 გამომწერი ერთად გვეზეიმა მოკლედ ამ ვიდეოთი და დიდი მადლობა ყველას ვინც არხი გამოიწერეთ დიდი მადლობა ყველას ვინც ეს ვიდეო დაალაიქეთ ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობდით მთელი ამ დროის განმავლობაში მე ახლა საქართველოში უბრუნდები უკვე აქედან ცოტა ხანი უნდა დავისვენო ძალიან კარგი ვიდეოები მომაქვს თქვენთვის და ხოლო თქვენ შეგიძლიათ გამომყვეთ Instagram-ზე და პირველებს გეცოდინებათ სად მოგზაურობ სად ვარ და მოკლედ ასე შემდეგ რადგან YouTube-ზე როგორც იცით ვიდეოები დაგვიანებით იდება ეს ვიდეო მაგალითად დაახლოებით 1 თვის მერე დაიდება აქ მოგზაურობის მერე ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი მეორე არხის გამოწერა სადაც ცალკე იდება სათევზაო ვიდეოები აქვე დავწერ სადმე ან ვიდეოს აღწერაში იქნება და მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და შევხვდებით ტრადიციულად ახალი საინტერესო ვიდეოთი ახალ საინტერესო ქვეყანაში